მოგესალმებით. მინდა გითხრათ, რომ დღეს ჩვენი სტუმარი გახლავთ ბატონი შალვა ნათევაშვილი. ბატონმა შალვამ დღეს სენსაციური განცხადება გააკეთა. მე ნამდვილად არ მეგონა თუ ესე 100%-ით მოიფიქრება ჩვენი ჯანდაცვის ესე ვთქვათ მუშაკები და 100%-იანი მატება იქნებოდა ნებისმიერ ოპერაციაზე განსაკუთრებით ბატონშალვა თქვენ გაუვალება ახსენებთ, გაუვალებას გაუზრდიათ და ასე შემდეგ. მე არ ვიცი, საიდან მოიტანეს ეს ციფრები, რატომ გაორმაგებული, რატომ ესე უცბად და მე სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა, როდესაც დღის მეორე ნახევარში თქვენი პრესკონფერენციის შემდგომ ჩვენი მინისტრი ბრძანებდა, რომ სოციალურად დაუცველ ფენებს ეს არ შეეხება. აი გრადაციას ვინ გააკეთებს, ხარ თუ არა საქმის კურსში, აი ვინ გადაიხდის და ვინ არ გადაიხდის და საერთოდ რა საჭირო იყო ესე სამთაში შუა ზაფხულში ესე უცბად სპონტანურად ყოველ შემთხვევაში წესი და რიგით ალბათ 5-6 თვით ადრე მაინც აჯობდა საზოგადოება შეემზადებინა ჭიპაშვილის სამსახურს და ეცნობებინა მათთვის რომ დაუშვათ 6 თვის შემდგომ შეიძლება მოიმატოს ფასმა და ტარიფმა. თან მე მართლა მაინტერესებს ეს დეტალები. ხო სტომატოლოგიაში მესმის 90% შემოტანილი ესე ვთქვათ არ ვიცი რა ქვია პასტები თუ რაღაცა ეს პლომბის დასადები მასალა და ძირითადად ეს სტომატოლოგია შემოზიდული მასალა. ოპერაციის დროს ძირითადად მაინც პროფესიულ უნარჩვევებზეა საუბარი, ქირურგების ოსტატობაზეა დამოკიდებული და შემდგომი წამრები და ოპერაციის შემდგომი საერთოდ ოპერაცია გაკეთას ნიშნავს. აი რატომ 100%-ით მატება იქ ბრძანა მინისტრმა ამ თანხებით ვირთხებსაც უნდა შევებრძოლოთო. რა შვაშია ვირთხებთან ბრძოლა ესეთი მატებით მე ვფიქრობ ავატყოფოს 200-300 ლარი ეყოფა თუ კი სწორად დაგეგმავს რომ ვირთხები გაანადგუროს თავის სარდაფების თუ ესეთი ყავს. აი ესეთი მატება ვირთხების გამო მოხდა თუ საერთო ტენდენცია ყველაფერი ეს თქვენი აზრი ამასთან დაკავშირებით? მე მინდა მროს მივუწო პეტრე პავლოვის მარხვა რომელიც დღეს დაიწყო უსურო გამძლეობა ბედნიერება წარმატებები მოგეხსენებათ ქურს რა უნდა და ბნელება ჩვენ სიტუაციაზე თუ გავაკეთებთ ამის პერიფრაზირებას გამოვა ასე ქურთ პრეზიდენტს რა უნდა და ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი რათა ჩემპიონატის დასასრულამდე მოასწროს ენერგეტიკის გასხვისება ყველაფრის გაყიდვა მდინარეები, ტყეები, ჭალები, ხეები, ნახევრები და ბუნების სტეპები უნივერსიტეტის დანგრევა აგერ დღეს მთელი ამბავი რექტორის მისაღებში და რაც მთავარია პრეზიდენტმა უნდა მოასწროს და მოასწრობდეს 100%-იანი დაძურება ისედაც შეუძლებელ პარამეტრზე ასული ეგრეთ წოდებული ჯანდაცვისა, რომელსაც მოუწოდებდი ჯანგანადგურებას. და დღეს სააკაშვილს სავსები თავმად შეუცვალა გვარი და უწოდა სიკვდილაშვილი. რადგანაც ქვეყანაში, სადაც 35 ლარია პენსია ხელფასი და ისიც არ არის, შეუძლებელია გადაიხადოს შედარებით უელდავება არაფერი არ შეიძლება ჩხილი გაიზიანო და იქიდან წავიდეს სერიოზული პროცესი. ტელეტანებით თუნდაც. ხო, აი დააწლავდა 300 ლარი იყო აქამდე და ხალხი ამასაც ვერ იხდიდა და იყო თვეებით რიჩი და დარბოდა და ვალის ადაიღება ვის მიდგომოდა არ იცოდა. დღეს 562 ლარი გახადეს. აი ეს გაუვალება რაც მე მოგახსენებ, გაუვალება ამათ შეიძლება დაემართოს ინდექსში ჩამენება საწრახოს და გაუვალება უნდა დაემართოს, მაგრამ მაინც 629 ლარიდან 1234 ლარი და პერიტონიტი, რომელიც პირდაპირ ემუქრება ადამიანის სიცოცხლეს. ზრდა 1173 ლარი და გახადოს 2421 და მე აღარ ვსაუბრობ იმ დაავადებებზე, რომელთან კურნალობა, დიაგნოსტიკა, გამოკვლევა ისედაც ჯდებოდა მამის სისხლი. ასე რომ 30-ი არ არის ქართული სიტყვა და ასე ჯდებოდა, ხო? საუბარია გულსუზათო დაავადება ანგიოპლასტიკა, პლასტიკა ჯერა, თირკმელები, სიმსივნე, ავთუსებიანი თუ კეთილთვისებიანი, თირკმელების უკმარისობა, ღვიძლის დაავადებები, ეს უკვე ისეთი კატეგორია, რომელსაც ჩვეულებრივი მოგდაო ვერ ყოფნის და ფაქტიურად სიკვდილიანობის მკვეთრი ზრდა სწორედ ამის შედეგია ქვეყანაში. ისე გამოდის რა, რომ სახელმწიფო გადაიქცა ვაჭრად, იძია მაკარად, გახსნა ქარვასლა სამართლობის სახით და ეუბნება ადამიანებს ფული გაქვს შენ არჩევნების სიცოცხლეს არ იყიდი სიცოცხლეს და მოვა მიხეილ გაბრიელიც
მე ვერაფერში ვერ დაგეხმარები. მაგრამ ამ სახელით მინისტრი ხო ამბობს რომ ღარიბებს ესე ვთქვათ ჩვენ გადაუხდით. ეხლა ეს მინისტრი მე არ ვიცი ჭიპლარის მოჭრაზე ჭიპაშვილი ამდენს დააწესებს, მაგრამ ვიცი ერთი რამ, რომ მიხეილ სააკაშვილის ოცნება ეს ბავშვებისა ეს გაუბაე მეჩდა უქვია. რომ როგორმე ყველაფერი გაეხადა ფასია. დაგვიდა 95 წლიდან იმ სადაც ბრძანდებოდა ნიუ-იორკის იურიდიული ფირმა, იმის შემდეგ წავიდა ჩვენი საქმე კიდევ უფრო უარესად. ხო იყო სულად, მაგრამ თლად უარესად წავიდა. აი მაშინ დაიწყო სწორედ ამ საავადმყოფოებზე თვალის დადგმა, აი ეს ეგრეთ წოდებული სამედიცინო რეფორმა, არდა შემოსულია მილიონობით გრანტი და კრედიტი, რომ სამედიცინო რეფორმა გატარებული იყო და ამ ფულით დამეწმუნეთ, რომ მთელს ევრაზიის კონტინენტს უმკურნალებდით. და საშუალო დაავადებები მაინც გახდებოდა დამკურნებადი, არათუ 3 მილიონიანი საქართველოს, სადაც ყოველდღიურად ხალხი აღარჩება ზოგი საზოგადოებრივი და ზოგი იმ ქვეყანაში ამათი პოლიტიკის შედეგად. აი ახლა მე წამოვიდე, აღარ ჩამოვთვლი ახლა ამ 100 მილიონობით თანხას რაც შეჭამა შევარდნაძე ჟვანია სააკაშვილის ჯგუფმა განვლილ პერიოდში. აი დღეს რა ხდება ჯანდაცვის სისტემაში, შევენახეთ ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო პროგრამები და პროექტები. ეს არის მოქმედი, მიმდინარე. სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებათა პროფილაქტიკა, შიცის პროფილაქტიკა. 13 მილიონი ამერიკული დოლარი. აი ხალხი ახლა სიცხული აქვს. სქესობრივი გზით ადამიანს თუ არა აქვს თვითკონტროლის უნარი, თუ ახლა ყოველგვარი გამსავლის საშუალებების გარეშე ნებისმიერ შემთხვევას მიახტება, იმას რომელი კრედიტი უშუალოდ ერთი ამისი. არანაირი. თუ ადამიანს შეხვდა მეთოდები ფალოს შიცი, არავითარი პროფილაქტიკა იმას აღარ შევიდა. არანაირი პროფილაქტიკა იმას უკვე მერთან აქვს განაჩენი დაწერილი და რაღაცა დახანგრძლივდეს და ჩაიტაროს კურორი, რომელიც არ ჯდება ამდენ და არ ყავს ამდენი შიციანი საბედნიერო საქართველოში. 13 მილიონი ნაციონალიზმის ეს თანხა ამ მაფიოზმა სააკაშვილმა და მისმა ბანდამ გადმოიტანოს იაბეძე, გადმოიტანოს პოლიომელიძე, აგერ სამინისტროსთან დედების შეხვდნენ, რომლებიც განამთხოვებით იგივე იხოცებდნენ, რომ მობეცით ერიკაბიკი წამალი ვიყიდოთ. ბავშვი გაიყვანოთ საზღვარგარეთ, აგარაგზე წავიყვანოთ, ჰაერი გამოუცვალოთ. იგივე გადაიტანოთ აპენდიციტზე, რომელზეც ხალხი იღუპება ტუბერკულოზზე გადაიტანოთ, რომელსაც სავსე კოლონიებიც და გარეთაც საკმაოდ ფართოდ გავცემდა, ხო? აი ნახეთ, რომ მსოფლიო ბანკი იძლევა უკვე მისცა 25 მილიონი ამერიკული დოლარი. იმერეთის მაღალმთიანი რაიონების პირველადი ჯანდაცვის ახალი ქსელის ამოქმედება. თუ ერთი ჩემი საყვარელი იმერელი მაინც კი იტყვის, რომ აი ამ თანხიდან რაღაც შეხვდა და თუნდაც სისხლის ანალიზი ჩაიტარა, უფასოდ არა? მაშინ მე აი ამ დოკუმენტს უკან წავიღებ და შეიძლება ნაწილობრივ ბოდიში მოიხადო. აგერ მეორე ევროკავშირიდან წამოსულა კიდევ ეს მიმდინარე, რომელსაც ამ კუჩი ჭამს სააკაშვილის ბანკი. და ჩვენ გვახტევინებთ ჩვენი კურნალობის ფულს, ხო? რომელიც არ აქვს. ევროკავშირი ტასისის პროგრამა, ეს ტასისი გახდა სამარცხინო მოვლენა, რომელიც გადასულია იმაზე, რომ ეს ჩვენი ბანდიტი მეთაურები დააწყოს და დაამონოს და აპირებინოს ევროკავშირი და ნატო და ევროკავშირი. ნატოს და ევროკავშირის ასეთი ტიპის დიქტატორული პარტნიორები არ ჭირდება. აი ეს ჯგუფია, რომელიც ამ შესანიშნავ ინსტიტუტებს უგუჭებს იმიჯს და ხალხს აძულებს აი ესეთ პროცესს, რაც დაკავშირებულია ევროატლანტიკულ ინტეგრაციასთან. აი უყურეთ 8 მილიონი ევრო, 10 მილიონზე მეტია, ხო დოლარს. გამოუყვია ევროკავშირს კახეთის რეგიონში პირველადი ჯანდაცვის არსებული ინფრასტრუქტურის განახლება, სირცხვილია ეს წავიდა ალბათ იმ ცისკარიშვილი ვეყავდა, ბაიუკი ხალხს რო ხოცავდა. იმის ჯიბეში და სააკაშვილის ჯიბეში, რომელმა კახელმა ისარგებლა ამ 10 მილიონი დოლარით, სად არის პირველადი ინფრასტრუქტურა, საგან ერთი მითხარით, ერთი ამბულატორია თუ გარემონტა კახეთში მოხდა დავდივარ ხშირად და ვიცი რომ ხალხი არის საკუთარი ფიზიკური გაძლიერების იმედზე და ხა კახელები ძლიერებია ფიზიკურად და იქ ნენუა იქ ჩურჩხელად ვიქარი გენეტიკურად მოდი ძლიერი ჯიში ქართული იქ და იმით არიან ცოცხლები ხალხს რა გაძლიერებინებენ, მაგრამ ასეთ პირობებში ეს წლები თანაც შუქიც არ იყო იქ საერთოდ მთელი 10 წლის განმავლობაში მოგეხსენებათ კარგად, ხო? აგერ არის კიდევ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტი. ეს საიდანვე გამოთქვა არ ვიცი, ადრე ამგვარი დეპარტამენტი არ ჭანდა თამის მომცემ სტრუქტურებში. 5 მილიონი გამოყო ჯანდაცვის განვითარების პირველადი ჯანდაცვის განვითარების პროექტი. ეხლა ამ ფულიდან არც ერთი ხალხი არ არის გახარჯული და უარესდებით სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელიც დგება იმისათვის, რომ
მართლა მოსახლეობიდან ამოღებული ფულის რაღაცა ნაწილი ისევ ხალხს დაუბრუნდეს, ამას ხო სააკაშვილი არ ბეჭდავს ამ ფულს, ჩვენ ვიხდით ხო ყველაფრიდან, შუქიდან, გაზიდან, წყლიდან, ხელფასიდან, საშემოსავლოდან, იქ ბაზარში მოდგას ადამიანი, იქ ექიმი როა საავადმყოფოში გაჭირვებული, იქ მეცნიერო განკალებული ხელფასა იღებს. ისინი ვაკეთებთ ხო ამ ბიუჯეტს, ხო? აბა ნახეთ, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამები, ჩვენ ხარ ჩემი ბატონი, 123 მილიონია გამოყოფილი ბიუჯეტი. ხო 123 მილიონად რაც დაარსებობს დედამიწის კონტინენტზე ის რა ქვია სპილოები და მხეცები და კატისებრთა ოჯახის წარმომადგენლები ყველას გაამრავლებ გადაარჩენ და რა გახდა ადამიანი ამისთანა და ჩვენიერი. ნუ კიდევ ჩვენ უნდა გადავიხადოთ ასმაგი ოდენობით გაზრდილი თანხა იმისათვის რომ სიცოცხლე შევნარჩუნოთ და მე სააკაშვილს გამოადგეთ ხმის მიცემად მაინც. ხო ჭირდებით არა ცოცხლები რომ იქ გაატაროს რეგისტრაციაში რომ მივედი და მივეცი ხმა ამისთვის მაინც ხომ ჭირდებოდეთ არა. აი ესეთი მდგომარეობა ეხლა რაც შეეხება თვითონ ექიმთა სამყაროს. მე მინდა გითხრათ რომ ბოლო პერიოდში სააკაშვილის პროპაგანდა ეწევა ბინძურ პროპაგანდას ქართული სამედიცინო საზოგადოების წინააღმდეგ. და ისეთი ექიმები, როგორიც ჩვენს ქვეყანაშია, მოინატრება ბარემ ამერიკას და ევროპას და არაერთ განვითარებულ ქვეყანას. ეს ხალხი სიგნალის პირობებში, გენერატორზე, ულანცეტოდ, უწამლოდ, საკუთარი გამოცდილებით, ნიჭით და გენით მუშაობენ ეს წლები. ესენი არიან შთამომავლები იმ დიდი ქართული სამედიცინო სკოლისა, რომელიც დღესაც გვინავს დედამიწის კონტინენტებზე და აი ამ ექიმების წინააღმდეგ სააკაშვილის პროპაგანდა ძალდაუწევ მაწევს პირას რომ გარდაიცვალა საავადმყოფოში ავადმყოფი. აბა ავადმყოფი საავადმყოფოში გდება საწმუნდება რაც უნათვა ნუქნას და ზოგი რაღაცები არ ჩვენის არა აგერის კარალევი რო იყო პირველი რაკეტების გაუმგონებელი ვის გაგარინი გააფრინა კოსმოსში და მთელი საბჭოთა კავშირი იცავდა ამ კაცს. ეს ხო გასაიდუმლოებული აკადემიკოსი და უკვე მარსზე აპირებდა ექსპედიციის გაგზავნას. გაიკეთა ელემენტარული ოპერაცია, ეს იყო ადენომა, ეს მამაკაცური რაოდენობა რომ არის და ოპერაციას უკეთებდა საბჭოთა კავშირის ჯანდაცვის მინისტრი პეტროვსკი. აკადემიკოსი უიჭერესი კაცი. გაიყარა საოპერაციო მაგიდაზე, მოკვდა, კაცი, მაგრამ არ მოუხსნათ ამის გამო ის ქირურგი, იმიტომ რომ ანუ ასე ეწერა, ასე მოხდა, ვერ გათვალა მედიცინამ. ეხლა შეიძლება ერთ-ორი ავადმყოფის გარდაცვალების გამო თელექიმებს გაუტეხო სახელი. უყურეთ საით არის გათვლილი ახლა სიტუაცია. უნდა რომ პაციენტი ექიმს დაეტაკოს. აი ამ ტარიფების გამო. ამდენს ის არაფერი შეუშვია ესეთი მერე ხელს არიელი არაფერი არ აქვს იმას თუ მეცი ფულო წამალი იყიდოს და ის რა ქვია აპარატურა და კომპიუტერი და დიაგნოსტიკა და ტომოგრამა გააკეთოს და ეს ექიმი კითხავი ხო არა ეს ხალხიც იმიტომ ეხოცება არა აქვს ჩვენს მედიცინის მუშაკებს პიროვნები ტექნოლოგიური რომ ყველაფერი ზუსტად გაარკვევა და დაადგინონ დიაგნოზი. აი ესეთი ბინძური პიარია ჩადებული რომ პაციენტი და ექიმები დააჯახონ ერთმანეთს და მთელი რისხვა ხალხის და რაც დაბრუნულია სააკაშვილის მიმართ გადანაწილდეს ჩვენს მართლა საამაყო ექიმთა კორპუსზე რომლის მსგავსი ინტელიგენცია ვიმეორებ სოფლის ბერგვეყანას არ ყავს და მე შემიძლია გითხრათ რაც პოლიტიკაში ვარ 10 წელი ყველაზე უანგარო ყველაზე ნაღდი მხარდამჭერი ჩვენი ესენი არიან ექიმები რომლებზეც ვეჭრის ვერც სააკაშვილის პროპაგანდა ვერც შავი პიარი თავისი წმენის ერთგულებია დიდი სამოქალაქო თვითშეგნება დააჩნიათ ვერ მოისყიდი ვერ დააშინებ ვერ გადაიგირებ ეხლა უნდა რომ როგორმე დააშინო მოისყიდო გადაიბირო გადახარო ეს ექიმთა კორპუსი აი ესეთი დრაკონული საკანონმდებლო მეთოდები და მეცაც გეტყვით ეხლა ჩვენ 2002 წელს საზოგადოებას კარგად მოიხსენება კახა ზაგანიამ ჩვენი პარტიის იდეოლოგურმა მდივანმა თბილისის საგრებულოს წევრმა საჩელი შეიტანა შევარდნაძის ბრძანებულებაზე რომელიც ითვალისწინებდა 20,000 ექიმის განთავისუფლებას და საავადმყოფოების გაკეთებას. აი რაც ახლა ხდება მაშინ აპირებდა. სასამართლოში მოიგეთ ჩვენ ეს არჩევანი და დღემდე 20,000 ექიმი შევინარჩუნეთ და საავადმყოფოები ჯერ კიდევ ასეთ უზეთ დგას ფერზე. როგორც კი მოაწყობდით აქციასთან სასამართლოს ამ თემასთან დაკავშირებით იქ ხდებოდა მოლანდებასავით სააკაშვილი თავისი დროშები და ბექაურით და ბლოკერიებით და ვიღაცებით ვინცი გირგიტაძეები და სხვებით. ოპოზიციაში იყო უკვე მაშინ. შემდეგ ვიგებთ რომ თურმე ამ ბრძანებულებას რომელიც შევარდნაძემ გააფორმა ვიზა მისცა იუსტიციის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილს. თქვენ წარმოგიდგენთ კაცის აი ესეთი უზნეობა აი ესე დაბალ დონეზე დავარდნა რომ თავისივე ხელმოწერილი ბრძანებას მე ქუჩა აპროტესტებდა და დღეს გახდა პრეზიდენტი მიეცა საშუალება და ახორციელებს საკუთარ პოლიტიკას და საკუთარ იმ დადგენილებას რომლის შესრულებაც იუსტიციის მინისტრის პოსტზე ყოფნის დროს არ მოუხდა რადგან ჩვენ გავუწევთ წინააღმდეგობა და მე ვიმეორებ რომ გამზადებული გვაქვს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში რადგანაც ეს არის ადამიანების მკვლელობა და კონსტიტუციის თანახმად სახელმწიფოს და პრეზიდენტის მთავარი მოვალეობა ეს არის სოციალის უფლების დაცვა ადამიანების ეს არის ყველაზე ხელშეუხებელი ღირებულება ასე აღიარებული ადამიანის უფლებათა დეკლარაციაშიც ჩვენ შევიტანთ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში იმავდროულად მოვითხოვთ
ჯანდაცვის სოფლიო ორგანიზაციიდან, რომლის შტაბ-ბინა განლაგებულია ჟენევაში და ითვლება ეს ინსტიტუტი გაერო სპეციალიზებულ ორგანოდ, მოითხოვს სპეციალურ კომისიას, რომელიც ჩამოვა, გაარკვევს აი ადამიანთა მასობრივი მკვლელობის მიზეზებს, ბოლოს თუ ამ კაცს მართლა მკურნალობა ჭირდება, მიხედვა რომ ჩვენმა ექიმებმა რა, ან თავის დროზე მიეხედოთ, რომ არ გავხდარიყოს პრეზიდენტი, ხო? ესე იგი, ვიმეორებთ, ჩვენ ამას არ დავთმობთ და ამოაშალებს სააკაშვილს აი ამ დანაშაულებრივ გადაწყვეტილებას. დიდი ბაბა, დანაშაულო, დიდი ხანია მაყურებელი გველოდება, ხოდი შემოვიყვანოთ ეთერში, გისმენთ? დიახ. Allo გამარჯობა. გამარჯობა ბატონო შავა, გამარჯობა ბატონო. პაციენტი გაწუხებთ მე ბატონო შავა. შენი ჯანმრთელობის მაგალითად მართლა კარგად გამყოფოთ. არა, არ კარგად მაგაშია საქმე. აქ ყოფილა ერთი ორგანიზაცია საქმემოქმედო, ხო, MMA ქვიაო. ხო და უნდა ჩამოიყვანათ სპეციალისტები ამერიკიდან, რომლებიც ძალიან იაფად გაგვიკეთებდნენ ოპერაციებს თავისი თამლებით და თავისი ექიმებით. ხო და არ უშვებენ ამ ექიმებს, არ უშვებენ, დაბრმავდი ქალი და რა. ხო და იმედია ხალბატონო, დღეს აღარ ჭიპაშვილი გამოვიდა ჯანდაცვის მინისტრი, ჩვენ გვიპასუხა და განაცხადა, რომ ღარიბი ადამიანებისთვის უფასოა მკურნალობა. ახლა ნამუსი არ უნდა გქონდეს, მინისტრის განაცხადა. ეგერ თქვა, რომ უფასოდ ვაკეთებ, რა ქვია იმას, აი თვალის ოპერაციებსო და თბილისში ვინც ცხოვრობს, იმათო არ უკეთებ და როცა ვედი იქ და 500 ლარიო და 700 ლარიო და სადა მაქსიმუმ ამდენი ფული რა. აი ხალხი ვისაც დავრეკე და ამერიკელები რომ უნდა ჩამოეყვანათ 180 ლარიო და კარგად გააკეთებენო და არ უშვებენ იმ. რატო არ გეშვებენ? არ იკითხეთ ხალბატონო. რატო არ უშვებენო და იმიტომ რომ იათი არისო თქვენი ოპერაციებიო და არ გვაწყობსო ჩვენაო და არ უშვებენ და რა. ასე ოფიციალურად გითხრეს? აი ესე უთხრეს იმ ხალხს, ვისაც უნდა ჩამოეყვანათ ექიმები და უკან გააბრუნეს ის ექიმები. აი ეს მინისტრი ხაზე დარეკეთ? იყვნენ არ ვიცი ისეთი კარგი გოგოები მუშაობენ იქ და დარბია საწოდავები და ეხვეწებიან და საბუთებით გვანახეს ჩვენ. გამარჯვეთ, ნამდვილად ამიტომ არ გიკეთებენ, რომ თბილისელი ხართ? არა, თბილისელებს აი დიდი მანქანა მარტო რაიონში აკეთებსო და ალბათო გარეკეთ ნაციონალური მოძრაობის სააკაშვილის პარტიის ოფისში, უთხარით ვიმბრძანდებით, მიეცით თქვენი მისამართი, თუ არ მოგაკითხავენ 3 დღეში, მე ჩვენთან გამოიარეთ ან დარეკეთ 94 39 22 რაღაცას მოვიფიქრეთ. ჩავიწერე შენი ტელეფონი, მითხარი 94 39 22, მაგრამ გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ არა ვართ ჯანდაცვის სამინისტრო და არ ვაკეთებ ოპერაციებს. 39 22 ხალბატონო. 39 22. მაგრამ ჩვენამდე დარეკეთ ნაცმოძრაობის ოფისში ასპითა ბუდერო ქვია და უყურეთ რა პრობლემა დავიდა, რას პირდებოდნენ და რა შეასრულეს და რას გიპასუხებენ, მე ჩვენ შეგვატყობენ. ისე რაღაცა აზრი აქვს, ეხლა თქვენ იქ აგზავნეთ, როგორც ჩანს ეს მხოლოდ რაიონებში კეთდება ეს ოპერაციები და თუმცა ეს ამ ქალისთვის გათვალისწინებული არ არის. მოდით აი ჯანდაცვის ადამიანს თუ ოპერაცია უნდა, ამ პროცედურას უკეთებენ გრენლანდიაში, ისლანდიაში, აფრიკაში, ავსტრალიაში, კოსმოსში, ჰაერში გაკეთებულ ოპერაციები სად გაგოვლია? შენი ხარ ჩაწერილი, შენი მცხოვრობ, ეს ამცხოვრობ. უკმა ჩაწერის ინსტიტუტი რომ ჩამოვიდა დიდი რეფორმატორის ნიღბით და განაცხადა, რომ აი ახლა ჩვენ აღარ გვექნება ჩაწერის ინსტიტუტი და ვიქნებით ყველა თავისუფლები. სინამდვილეში ეს სჭირდებოდათ იმისათვის, რომ არჩევნების სიების დროს მიეწერათ ის ჯგუფები, ვინც მათ აინტერესებთ ნებისმიერ უკანზე. აი ეს გააკეთეს სამი და ეხლა როცა საჭირო ადამიანებისათვის თხოვენ ჩაწერეს, რომ შენ თბილისში არ ვარ, ის ვერ დაგაფინანსებს, აი შენ რაიონში ვარ, თბილისი ვერ დაგაფინანსებს. სად გაგვონდა ავადმყოფობა ტერიტორიული ნიშნის მიხედვით დაყო. ესეთი სისრულე შეიძლება მოვიდეს აი ესეთი გასავსების პრეზიდენტს და გადაშალავს. მოდით ეს მობილურიდან გირეკავენ, დიახ ისმენთ? გამარჯობა ბატონო. გამარჯობა. ბატონო შევარ. დიახ. აი რაც უნდა ვიკამათოთ ეხლა, რაც უნდა ვისაუბროთ. თქვენ ახლა 100% მართალი ხართ და გორიაზე არ არსებობს. აი ერთ მართალი ვარ. აი ერთ გეტყვით რა. მე ქალაქელი კაცი ვარ და მოკლედ გეტყვით და ამი დავამთავრებ ბოდიში ყველთან. ეს ხელისუფლება არის განავაზე ამოსული იასამანი. დამთავრდა რა, всё. ხო, სწორია ეს ქალაქელი ქართული კაცი 100-ია და ახლა ჩვენ ალბათ
აკვირდებით რომ უკვე სამინისტროებში დავიწყე მისვლომე პირადად და კარებებს უმტრობთ იმ სამინისტროებს და მალე ალბათ კანცელარიის კარებს ისე მივადგებით როგორც ორჯერ მივადგეთ აი ამ გაზაფხულზე 10000 კაცით კანცელარიას. ან დროზე გამოიგორთქო რამათყურები. ან ამათი დღეები მთავრდება და სამწუხაროდ ამას თუ ვერ გრძნობენ, მათ რჩებდებათ სტაციონარული დახმარება, იცით? უნდა იყოს ადამიანი სრულად მოწყვეტილი რეალობას, რომ ვერ იგრძნო როგორ კარგავ ავტორიტეტს და გავლენას ქალაქში, სოფელში, რეგიონში, საერთაშორისო არენაზე, მოსახლეობის ყველა ფენაში. შეიძლება ყველა აიბუნდონ უნივერსიტეტი, აკადემია, მეცნიერი, სპორტსმენი, სტუდენტი, ის რაფია ბიზნესმენი, საშუალო წვლილი, ბიზნეს წარმომადგენელი, ექიმი, ექთანი, პედაგოგი, არ არსებობს ასეთი მთავრობა დიდხანს დარჩენს. ალბათ ეს კიდევ მაყურებელი სამებს სიმღერა როა ცნობილი იმ სიტუაციაში არიან. ასაკებია მაყურებელი შემოვიყვანოთ კიდევ დიახ გესმენთ ეთერში. გესმენთ. თქვენ რა აზრის ახალ ოპერაციების მომატებასთან დაკავშირებით? მე ძალიან ცუდი აზრისა ვარ და მახსენდება ერთი შემთხვევა, როდესაც გადასვლელი ვესელიანი ამბობდა ასეთ რაღაცას რა. რომ 1 მილიონი ხალხი დავჩებითო ალბათო, როდესაც სამუშაო ადგილებზე იყო საუბარი. ხო და დანარჩენს გავწყვიტავენო. და ზუსტად ახლა სააკაშვილი ახორციელებს ამას ყოველივეს. რადგან ეს გეგმა მოსული არის მასონების მიერ. რომელიც საქართველოს კულტურია. აჯერ 3 მილიონი და ერთი რაღაც გითხრათ კიდევ. უკვე ვაკვირდები რამდენიმე თვე არის, 6 თვე არის ამ დაკვირებას ვაწარმოებ. ქალაქში ძალიან იმადა უცხოელება არა მარტო ტურისტებმა, არამედ იმ ხალხმა, რომლებიც უკვე გვიდრდებიან აქ. დიახ. ძალიან ბევრი არის. ჩინელზე აღარ არის უკვე საუბარი, არის გერმანელები შემოსული, ამერიკელები არიან შემოსული და ძალიან ბევრი ინგლისელი ჩამოვიდა უკვე. ჩინელები საქართველოს მოსახლეობიდან. გასაგებია, ბოდიშალო, მოდი პასუხი რეკლამის შემდგომ გავცადოთ. რეკლამა ჩვენთან ეთერში და რეკლამის შემდგომ გავაგზავნოთ საუბარი.